ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უბნის ინოვაციური ცენტრალური გათბობის სისტემა შექმნეს. გათბობის სისტემისთვის აუცილებელი ცხელი წყლის დიდი ნაწილი მეორეული გამოყენებისაა და ჰაერში CO2-ს არ აფრქვევს. ეს უნიკალური პროექტია, რადგან ჩვენ გათბობის სისტემისთვის ვიყენებთ უკვე მოხმარებულ ცხელ წყალს, რომელიც წიაღისეულის საწვავით არ თბება. Hafen City, რომელიც ერთ დროს ქალაქის საპორტო უბანს წარმოადგენდა, ახლა ურბანული განახლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია. 2018 წლის შემდეგ აღმოსავლეთ Hafen City-ის უბანში მდებარე ყველა შენობა ცენტრალური გათბობის სისტემას მიუერთეს, რომელსაც მეორეული თერმული ენერგია ათბობს. Hafen City-დან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სპილენძის სადნობის საწარმო აურუბისი ყოველ წელს 400,000 ტონაზე მეტ სპილენძს აწარმოებს. სპილენძის კონცენტრანტი მიწისქვეშა საბადოზე მოიპოვება. იგი უამრავ გოგირდს შეიცავს, რომლებიც ჟანგბადთან რეაქციაში შედის. ეს ეგზოთერმული რეაქცია წარმოშობს სითბოს. ასეთი გზით სითბოს მიღების დროს არ გამოიყოფა CO2. არავითარი აირი არ იწვის. შეგვიძლია ეს ნივთიერება მოვაგროვოთ და ამით წყალი გავათბოთ. წყალი ქალაქამდე თითქმის 4 კილომეტრის სიგრძის მილებით მიდის. თუმცა მანამდე ეს წყალი გაივლის ამ პროექტის მთავარ კომპონენტს, კომპანია Enercity Contracting-ის ენერგოსადგურს. აქ წყალს ამოქაჩავენ და შეინახავენ, რათა ამ მარაგის საშუალებით დაამყარონ ბალანსი სითბოზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. თუკი ჩვენი პარტნიორი ვეღარ გვაწოდებს სითბოს, გვაქვს სათადარიგო სისტემა, რომელსაც შეუძლია ჩვენს მომხმარებელს მიაწოდოს სითბო ბოილერის საშუალებით, რომელიც ბუნებრივ აირს იყენებს. კომპანია Enercity Contracting-მა 8 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო ენერგოსადგურში. ამ თანხიდან 2,900,000 евро ევროპულმა რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფონდმა გაიღო. Hafen City-ის უბნისთვის გათბობის მიწოდების პროექტის მთლიანმა ხარჯმა 40 მილიონ ევროს გადააჭარბა. ენერგოსადგურის გვერდით მდებარე სპირალადი დახმარების საწარმო უბნის გათბობის სისტემას 12,000 კვადრატული მეტრის მქონე ფართობისთვის იყენებს. მმართველი დირექტორი ამბობს, რომ მისი ორი ბოილერის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც დაუკავშირდით Enercity Contracting-ს, ნახშირბადის დაბალი გამონაბოლქვის მქონე სითბურ წყაროს. ამის წყალობით შევძელით, რომ ჩვენ მიერ გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა წელიწადში 170 ტონით შეგვემცირებინა. ეს პროექტი დაახლოებით 28,000 ოჯახს აწვდის გათბობას ჰამბურგის რამდენიმე უბანში და წელიწადში 120,000 ტონით ნაკლებ ნახშირბადს აფრქვევს გარემოში.